გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ ამბებს. მშრომელთა საერთაშორისო დღე დემონსტრაციებით აღინიშნება საქართველოში. ფასების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. ვარშავაში მსოფლიოს ბელარუსთა კონფერენცია მიმდინარეობს. მშრომელთა საერთაშორისო დღე დემონსტრაციებით აღინიშნება საქართველოში. აქციები ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. პროტესტის ნიშნად დილიდან აპლიკაციები გათიშეს ტაქსის მძღოლებმა. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გაზრდას ითხოვენ. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას შეუერთდნენ კურიერებიც. დასაქმებულები გაიფიცნენ გურია ექსპრესში. დაგეგმილია დამოუკიდებელი და თავისუფალი პროფკავშირების კონფედერაციის დაფუძნებაც. ჩვენ მიმართავს საუბრობასაც და ამ კომპანიასაც მოლაპარაკების მაგიდასთან დაგვიდნენ ჩვენი წარმომადგენლების იქნებიან აუცილებლად ამ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთობლივი აზრით და შევიჯერდეთ თუ როგორ და რანაირად და ვაგრძელებთ ამ პროტესტს სანამ ჩვენი მიზანი არ იქნება მიღწეული და ბოლომდე არ გავალთ არ ვაპირებთ ამ მუხტის ჩახშობას და გაჩერებას. მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ევროპის ქვეყნებში, სადაც 1 მაისი დღესასწაულადაა გამოცხადებული. ამ დღემდე ცოტა ხნით ადრე ცვლილებები შევიდა პოლონურ შრომით კოდექსში. იზრდება ღამის ცვლაში დასაქმებულების ანაზღაურება. თითოეული საათისთვის გაცემენ დანამატს, რომელიც მინიმალური ხელფასიდან გამოთვლილი საათობრივი ტარიფის 20% იქნება. რადგან პოლონეთში მინიმალური ხელფასი 4,806 ზლოტია, სამუშაო დრო კი თვიურად 160 საათში ადგენს, ღამის 1 საათის გადასახადი ჩვეულებრივზე 6 ზლოტით მეტი იქნება. კანონმდებლობით ღამის სამუშაო დრო 21 საათიდან დილის 7 საათამდე ნებისმიერი 8 საათიანი ინტერვალია. დანამატის გაცემა პოლონეთის ტერიტორიაზე სავალდებულოა ყველა ტიპის კონტრაქტისთვის. ევროინტეგრაციის გზაზე შრომითი უფლებების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელშიც საქართველოს მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწია, თუმცა გამოწვევები რჩება. ყველაზე პრობლემური ნაწილი და მთავარი განსხვავება ევროპულ სტანდარტთან შრომითი უფლებების ექსპერტების შეფასებით ძირითადად არა კანონში, არამედ მის აღსრულებაშია. იმაზე რა ბერკეტები აქვს დასაქმებულს, როგორ შეუძლია კანონს მისი დაცვა, სიმონ ტაკაშვილთან შრომის კოდექსის კომენტარის თანაავტორთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, ბატონო სიმონ, მოგესალმებით ჩვენ სტუდიაში. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ხვდებით, ზეპირი ფორმით გაფორმებული შრომითი შეთანხმებები არის. დასაქმებული იწყებს მუშაობას ზეპირი შეთანხმებით, წერილობითი კონტრაქტი ან გვიანდება, ან საერთოდ არ ფორმდება. როგორ უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები დასაქმებულმა ასეთ შემთხვევაში და რა მექანიზმები მუშაობს რეალურად? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. საქართველოს შრომის კოდექსი ორგანული კანონია მოგეხსენებათ და შესაბამისად გარკვეულ სტანდარტებს ადგენს დასაქმებულებთან მიმართებაში. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ერთი თვის შემდგომ, როდესაც გაგრძელდება შრომითი ურთიერთობა და თუ კი მხარებს არ აქვთ დადებული წერილობით შრომის ხელშეკრულება, ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად შრომითი ურთიერთობა ითვლება უვადოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნიუანსია, რომელიც ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლებს მაგალითად გამორჩებათ ხოლმე და ეს ზუსტად იმ შედეგებს იწვევს, რომ შრომითი ურთიერთობა უვადოდ ყალიბდება. ანუ ვადის გასვლის გამო, ასე ვთქვათ, დასაქმებულის გათავისუფლება შეუძლებელი ხდება. ეს კარგი დამცავი მექანიზმია, შეიძლება ასე ითქვას, დასაქმებულისთვის. არსებული რეგულაციები რამდენად უზრუნველყოფს იმას, რომ თანამშრომლის გათავისუფლება იყოს ობიექტურად დასაბუთებული და არა მხოლოდ ფორმალური პროცედურა? მოგეხსენებათ საქართველოს შრომის კოდექსში ჯერ კიდევ 2013 წელს და შემდგომ 2020 წელს განხორციელდა საკმაოდ ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები, შეიცვალა მანამდე არსებული მიდგომები, ეს განაპირობა ერთი მხრივ იმანაც, რომ ასოცირების შეთანხმებით ჩვენ გაგვევალა მთელი რიგი, ასე ვთქვათ, დირექტივების გათვალისწინება, ეს შეეხო ასევე გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც და აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაზეც საქართველოს უზენაესი სასამართლო პრაქტიკა და ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლო პრაქტიკაც ამას ადასტურებს, თითოეული ამ საფუძვლის დასაბუთება ევალება დამსაქმებელს. ანუ დამსაქმებელი ვალდებულია თითოეული საფუძველი, რომელზეც ის ამყარებს თავის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას, რომ პირთან შეწყვეტოს შრომითი ურთიერთობა, საკმაოდ მაღალი სტანდარტით დაასაბუთოს. ამდენად საკანონმდებლო მოწესრიგების თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არის, აქ უფრო პრაქტიკაში აღსრულებასთან გვაქვს ხოლმე ხშირად პრობლემური საკითხები, იმიტომ რომ დამსაქმებელები ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, არ ასაბუთებენ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ათავისუფლებენ ხოლმე დასაქმებულს და დასაქმებულს საკმაოდ კარგი, ასე ვთქვათ, ვერ კეტები აქვს ამ თვალსაზრისით, რომ მოსთხოვს დასაბუთება
და შემდგომ სასამართლოში დავა მაგალითად. კიდევ ასეთი კითხვა მაქვს. ზეგანაკვეთური შრომა როგორ ნაზღაურდება ჩვენთან და ასევე მინდა ვიკითხო, რამდენად ეფექტურია შრომითი ინსპექცია საქართველოში, მათ მუშაობას როგორ შეაფასებთ? ბატონო, აი ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაწილით საკმაოდ პრობლემურია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილიც მაგალითად შრომითი, ასე ვთქვათ, სამუშაო დრო მართალია ემყარება იგივე რამდენიმე დირექტივას, რომელიც ევროკავშირში მოქმედებს, თუმცა ქართული კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით კონკრეტულ ტარიფს გულისხმობ, არანაირ, ასე ვთქვათ, რეგულირებას არ გვთავაზობს. მაგალითად ევროკავშირის მასშტაბით, ესე იგი ევროპის საბჭოს აქვს შესაბამისი დირექტივა, სადაც 125%-ია გათვალისწინებული, თუმცა ქართულ კანონმდებლობაში ჯერჯერობით საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა წერია, თუმცა ეს ასე ვთქვათ მინდობილია მხარეებზე. რაც შეეხება შრომის ინსპექციის მუშაობას და ზოგადად ასე ვთქვათ მათ საქმიანობას ამ სფეროში შრომის სამართლებრივი ურთიერთობის რაღაც საკანონმდებლო ნორმების აღსრულების და ასე შემდეგ ზედამხედველობას შეიძლება ითქვას, რომ ეს ინსპექცია კარგია რო არსებობს საქართველოში, ქართულ რეალობაში, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ რამდენად ქმედითია ის, რამდენად სწრაფად რეაგირებს გამოვლენ მაგალითად დარღვევებზე. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხებისთვის. დროებით გემშვიდობებით. მაღალი ფასების პრობლემის მიზეზი არა გადაჭარბებული მოგება, არამედ ბაზრის სტრუქტურული მოწყობაა. ასეთია ფასების შემსწავლელი კომისიის შეფასება. საპარლამენტო კომისიამ სამთვიანი მუშაობის შემდეგ საბოლოო დასკვნა წარმოადგინა. ტექსტში ნათქვამია, რომ მთავარი გამოწვევა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობასა და საოპერაციო არაეფექტურობაშია. დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ნაბიჯებს. მათ შორისაა მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და სამართლიანი სავაჭრო პრაქტიკა. დანერგვა. კომისია ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ ფასების რეგულირება მიზანშეწონილი არ არის და უპირატესობა უნდა მიანიჭოს ეგრეთ წოდებულ რბილი ჩარევის პოლიტიკას. დასკვნას ეკონომიკურ ექსპერტთან გიორგი კეპულაძესთან ერთად შევაფასებთ. გამარჯობა გიორგი, მარტივად რომ შევაჯამოთ და განვმარტოთ, რას ამბობს დასკვნა, რატომ არის ფასები მაღალი, რამდენად სანდოა შეფასება, რომ მოგება არ არის გადაჭარბებული იმ ფონზე, როცა ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობაზე საუბრობენ. მოგესალმებით, სოფო, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, გილოცავთ პირველ რიგში მშვენიერი საქმე წამოიწყეთ. და წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება ამ კომისიის დასკვნას, პრინციპში დეკემბერში, როდესაც დაიწყო ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე საუბარი, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ მეთოდებით ფასების შემცირება ზოგადად არ ხდება. კომისიებით და ასე შემდეგ არ ხდება. ეს არის რაღაცა ტოტალიტარული და ავტორიტარული სახელმწიფოს მოდელი, ნუ ასე მუშაობდა საბჭოთა კავშირი. შესაბამისად, კომისიამაც დაასკვნა ის პრინციპში, რაც მოსალოდნელი იყო, რომ კონკურენცია მაინც არსებობს ბაზარზე, რომ რაღაც ფასდაკლებების აქციებია და რომ მალე სიტუაციის გამოსწორება რაღაცა ჯადოსნური ჯოხი არავის არ აქვს და ვერ მოიქნებოდა ამ სიტუაციას ვერ გამოასწორებენ. რაც მოსალოდნელი იყო, რომ ასეთიც იქნებოდა. მე მაინც ველოდი, რომ რაღაცა თავისი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, იმას მაინც არ იტყოდა ეს კომისია, რასაც იმის საწინააღმდეგოს არ იტყოდა, რასაც ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ფასნამატი ძალიან მაღალია და მარჟები მაღალია საქართველოში, თქვა დისტრიბუტორების შემთხვევაშიც და სუპერმარკეტების შემთხვევაშიც, მაგრამ კომისიამ თქვა, რომ არ არისო ეს რაღაცა საშუალო ევროპულ სტანდარტს და მსოფლიო სტანდარტებში ჯდება ეს მარჟები. ასე რომ ამ კომისიის რაღაცა ბევრი რთული სიტყვა იყო. გიორგი, რამდენადაც მოასწარი, რომ გაცნობოდი კომისიის რეკომენდაციებს, რამდენად ასახავს ისინი კონკრეტულ მყისიერ მოქმედებებს და რას ნიშნავს პრაქტიკაში სახელმწიფოს რბილი ჩარევის მიდგომა. არის თუ არა შემთხვევები, როცა სახელმწიფოს პირდაპირი რეგულაცია მაინც არის აუცილებელი, განსაკუთრებით საბაზისო პროდუქტების შემთხვევაში. პრინციპში კომისია თვითონვე ამბობს, რომ მალე ვერაფერი ვერ გამოსწორდება. საუბრობს სახელმწიფოს რბილი ჩარევა ალბათ გამოიხატება იმაში, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც არის ეს მოდელი, ვთქვათ, რომ მაგალითად აფთიაქების ერთი ბრენდინგია, ვთქვათ, ერთი ქსელია, ასე ვთქვათ, და პროდუქცია სხვადასხვა დისტრიბუტორებს შეაქვს და სხვადასხვა საწარმოებს შეიძლება, ხო? რაღაც ამ მსგავს მოდელებზე შეიძლება ფიქრობდე, მაგრამ პრობლემა აქ ჩვენთან ხო არ არის იმაში, რომ რაღაცა ევროპული
ევროპული მოდელი გადმოვიღოთ. ჩვენ ევროპული მოდელი გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ აქ უნდა გქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, უნდა გქონდეს არა ჩაკეტილი, არამედ გახსნილი ბაზარი, ასე ვთქვათ, ბიზნესისთვის და კონკურენციისთვის და გქონდეს ნაკლები რისკი ქვეყანაში. საქართველოში ან არ შემოდის ინვესტიციები, ან თუ შემოდის, ითხოვს უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, ასე ვთქვათ, და მაღალ მარჟას. და აი ამ რისკების დაზღვევა შეუძლია პარლამენტს, ამ რისკების დაზღვევა შეუძლია მთავრობას სურვილის შემთხვევაში, მაგრამ 2022 წლიდან მოყოლებული, რასაც ვუყურებთ, წინა 14 წელზე რო არაფერი ვთქვათ, ხო? ყველაფერი გააკეთა სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველოში გაუარესებულიყო მდგომარეობა, რისკები გაზრდილიყო, უფრო დავშორებოდით ევროკავშირს, უფრო გავღარიბებულიყავით და აქ დავიწყეთ მსჯელობა იმაზე, რომ ერთხი უნდა ღირდეს 5 თეთრით მეტი თუ ნაკლები. ეს არ არის გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გიორგი. იმედია ჩვენ სტუდიაში კიდევ არაერთხელ მოვისმენთ ჩვენს მოსაზრებას. ჩვენი მცირე სტატისტიკური შედარება საქართველოს ევროკავშირის მსყიდველუნარიანობის საშუალო მაჩვენებელს 2.5-ჯერ ჩამორჩება. ქვეყანა ამ მაჩვენებლის მცირე ზრდას აჩვენებს, მაგრამ განსხვავება შემოსავლებსა და ფასებს შორის მაინც საგრძნობლად მაღალია. სურათი უფრო მკაფიო და ხელშესახები ხდება, თუ მსყიდველუნარიანობის მიხედვით საქართველოს შევადარებთ ევროკავშირის ეკონომიკურ პერიფერიად მიჩნეულ ქვეყნებს, რუმინეთს და ბულგარეთს. კერძოდ, თუ ევროკავშირის მსყიდველუნარიანობის მაჩვენებელს ავიღებთ როგორც საწყის მონაცემს, მაშინ დავინახავთ, რომ საქართველოს მსყიდველუნარიანობა ევროკავშირის საშუალოს 40-45%-ს უდრის, რაც მნიშვნელოვან ჩამოჩენას აჩვენებს. რაც შეეხება ბულგარეთის მაჩვენებელს, აქ საშუალო მსყიდველუნარიანობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 60-65%-ია. რუმინეთი კი 75-80%-ს აჩვენებს. აქედან გამომდინარეობს, რომ არსებული ფასების გათვალისწინებითაც კი ბულგარეთის და რუმინეთის მოქალაქეს საგრძნობლად მეტის შეძენის საშუალება აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს. შეიცვალა თუ არა ჟენევის ფორმატი. თემა კიდევ ერთხელ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ბრიფინგის შემდეგ გახდა აქტუალური. მარია ზახაროვას თქმით, მოლაპარაკების სივრცის მოსაძიებლად გულმოდგინე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევი იქნებოდა თემაზე ლაპარაკი. მოლაპარაკების სხვა ჟენევაზე ნეიტრალურ ადგილად გადატანის საკითხი რუსულმა მხარემ რამდენიმე წლის წინ წამოჭრა. ასეთ ადგილებად მინსკი, ნაირობი და ასტანა დაასახელეს, რასაც გაერო ევთო და ევროკავშირი ეწინააღმდეგებოდნენ. მოსკოვის პოზიციას იზიარებდნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ძალიან დიდი ხანია რუსეთი ცდილობს, რომ ეს ფორმატი ან ჩაშალოს, ან გადაიტანოს სხვაგან, რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება სურს რომ კონდეს ისეთი ფორმატი, როგორც იყო მაგალითად მინსკის ფორმატი, რომელიც ჰქონდა უკრაინასთან მიმართებაში, ან სურს კონდეს ისეთი ფორმატი, როგორც ჰქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ხო, ანუ საბოლოო ჯამში მას სურს მიიღოს ისეთი ფორმატი, სადაც ის უკეთესად იქნება წარმოდგენილი. მას ზოგადად არ უნდა რომ რუსეთს საქართველოს ურთიერთობებში არსებობდეს სხვა მესამე საერთაშორისო მხარე, როგორც არსებობს ახლა აი ამ შემთხვევაში. კომენტარისთვის ვოტე საქართველოს ნიუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. ჩვენ დავინტერესდით, როგორია სამინისტროს პოზიცია ჟენევის ფორმატის ლოკაციის შესაძლო ცვლილებაზე. ხომ არ მიიჩნევს ქართული მხარე, რომ მსგავსი ინიციატივები საფრთხეს უქმნის მოლაპარაკების არსებულ ფორმატს და გაჟღერებულა თუ არა აღნიშნული საკითხი ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებზე. საგარეო უწყების პოზიციას ეთერში გამოხმაურებისთანავე შემოგთავაზებთ. აბასთუმნის თავზე ცადაიხურა. ობსერვატორიის ხელმძღვანელობის მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ 10 წლიანი ლოდინის შემდეგ იმ დროს დააკმაყოფილა, როცა ეს ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ფიგურის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაემთხვა. თუკი მეცნიერები 30 კილომეტრიანი მონაკვეთის დახურვას ითხოვდნენ ფრენებისთვის, მთავრობამ მასშტაბი 52 კილომეტრამდე გაზარდა. მსგავსი გადაწყვეტილებებს იღებდნენ ისეთი ავტორიტარი ლიდერები, როგორიც იყვნენ ვიქტორ იანუკოვიჩი, მუამარ კადაფი და სადამ ჰუსეინი. რუსეთში ვალდაის რეზიდენციის თავზე საჰაერო სივრცე მრავალშრიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემითაა დაცული. რა ხდება აბასთუმანში ნინო ვარძელაშვილის სიუჟეტში. გამჭვირვალედ ცის მოთხოვნა აბასთუმნის ობსერვატორიას თითქმის 10 წლიანი ლოდინის შემდეგ დაუკმაყოფილდა. ოღონდ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაემთხვა. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოს, არა მარტო საქართველოს. ჩვენ თვითონმა უნდა მოვახერხოთ ჩაუხრალად შრობით საქართველოს გავხმაროთ. ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ბალწო დაბასტუმით, მოვდოთ ეს თელ საქართველოს.
2019 წელს აბასთუმნის ეკლესიის ამბიონიდან გაკეთებული ამ განცხადებით ქართული ოცნების მილიარდელმა დამფუძნებელმა ივანიშვილმა საკუთარი ინტერესების საჯარო დაანონსა. ამ დროიდან გაჩნდა მოლოდინი, რომ დაბა აბასთუმანში ივანიშვილს კერძო ინტერესი ექნებოდა. ბოლო ცვლილებები კი 2026 წლის თებერვლიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს მთავრობამ დადგენილება გამოსცა ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის. საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენებისთვის ახალი დახურული ზონა გაჩნდა. 52 კილომეტრიანი მონაკვეთი აბასთუმანი 2 და საჰაერო ხომალდებისთვის ფრენა აიკრძალა. არადა ობსერვატორიისთვის 30 კილომეტრიანი ზონის დახურვაც საკმარისი იყო. ობსერვატორიის დირექტორი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გადაწყვეტილებას კარგ ამბავს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მთავრობამცა მათი მიმართვის საფუძველზე ჩაკეტა. ივანიშვილის პირადი კურორტი გახდა აბასთუმანი და ყველანაირად სახელმწიფო ერგება იმას, რომ ეს კურორტი იყოს მისთვის ექსკლუზიურად მისთვის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დათვლით აბასთუმანში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2018-2022 წლებში 267 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამას ემატება ბაღდათი აბასთუმანის გზის რეაბილიტაციის პროექტი, სადაც სახელმწიფო 221 მილიონ ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში შენდება აბასთუმნის შემოვლითი 16 კილომეტრიანი გზა, რომელიც დაბას გვერდს აულის. ჯამურად წლების მანძილზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა 9 მილიონ ლარს აღწევს. ინფრასტრუქტურის ნაწილით მოსახლეობას ისარგებლებს, კი ბატონო, თუმცა აქ კითხვა ისმება, რამდენად მიზანშეწონილია ერთი ადამიანის პირადი რეზიდენციისთვის ამდენი თანხის დახარჯვა. ხო, ეს არის როგორც მინიმუმ გაფლანგვის პრობლემა და ჩვენი შეფასებით აქ კორუფციის ნიშნებიც არის ძალიან მკაფიო. აბასთუმანი არის კარგი შემთხვევა იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შედეგი დგება, როდესაც სახელმწიფო არის მიტაცებული. ერთი ადამიანის ინტერესებს ეწირება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც, ასე ფიქრობენ ის სპეციალისტები, რომლებიც წლებია ავიაციის მიმართულებით მუშაობენ. ერთი მიზეზია საერთოდ ავიაციაში, როცა კორიდორი იცვლება, მიზეზი არის უსაფრთხოება, საომარი სიტუაცია, განგაში და რაღაცა მოგეთ არა სტანდარტული სიტუაცია. ეს სიგნალი არის ის, რომ ჩვენთანაც რაღაცნაირად არის არასტაბილური სიტუაცია. ორ შემთხვევაში ეს ავიაკომპანიებმა ეს უკვე მიიღეს, რაც არ არის პოზიტიური სიგნალი უდაოდ. გზის გადატანისა და ცის აკრძალვის შემდეგ ადიგენის მუნიციპალური ბიუჯეტით შეიქმნა აბასთუმნის განვითარების სააგენტოც, რომელიც დაბაში გადასახადის გადამხდელთა კიდევ უფრო მეტი ფულის დახარჯვას გეგმავს. უკრაინაში ქართველი მებრძოლი ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა. წარმომავლობით გალელი მებრძოლი უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ნიკა მაჭარაშვილი 39 წლის იყო. ის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე იბრძოდა. პოზიციაზე, სადაც ნიკა იმყოფებოდა, დრონებით თავდასხმა მოხდა. მებრძოლის ცხედარი ამ დროისთვის პოზიციიდან არ გამოუსვენებიათ. სხვადასხვა მონაცემებით 2014 წლიდან დღემდე უკრაინაში 86-დან 92-მდე ქართველია დაღუპული. მათი უმრავლესობა საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მებრძოლები არიან. ვენეციაში ბიენალეს დაწყებამდე 9 დღით ადრე ჟიურის სრული შემადგენლობა გადადგა. გადაწყვეტილება ორგანიზატორების მიერ ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფორუმზე რუსეთის დაბრუნებას მოყვა. ევროკავშირმა ორგანიზატორები დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობაზე გააფრთხილა. რუსული პავილიონის გახსნა გააპროტესტა იტალიის პრემიერმაც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ ომის დროს აგრესორი ქვეყნის კულტურა არ შეიძლება ნეიტრალურად განიხილებოდეს და არ უნდა იქცეს პროპაგანდის ინსტრუმენტად. დღეისთვის სულ ეს იყო, გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევნისთვის. შევხვდებით ორშაბათს.